მაშინ, როცა ბევრი საინტერესო რამ გაქვს სათქმელი, ცდილობ საქმეზე სწრაფად გადახვიდე და დაზოგო დრო, რომელსაც ვერაფერი ანასხაურებს. ამიტომ ყოველგვარი შესავლის გარეშე შევუდგეთ იმ სიახლეების გაცნობას, რაც ციფრული დაიჯესტის გუნდმა ახალ ეპიზოდში მოგიზადათ. გამარჯობა! ჩვენს წინა გადაცემებში კომპანია Nokia-ს Microsoft-ად გარდაცვალების შესახებ გიამბეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ფინურ ბრენდს რეინკარნაცია განუზრახავს. ახლახანს ვისაუბრეთ იმაზე, რომ Nokia-ს ერა დასასრულს მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც კომპანია Microsoft-მა ფინური ბრენდის გარეშე გაჩვენა თავისი პირველი smartphone Lumia. თუმცა ამის მიუხედავად, Nokia მაშინვე გადაწყვეტა მკვდრეთით აღდგომა და გამოუშვა საკუთარი Android პლანშეტის სახელწოდებით Nokia N1. ამ დრომდე Nokia-ს არ ქონია მდიდარი გამოცდილება პლანშეტების შექმნაში. მხოლოდ 2520 მოდელს გავიხსენებთ, რომელიც იყო ფაქტიურად მკვდრად დაბადებული, რადგან მასზე წინასწარ დაყენებული იყო Windows 8 RT. N1-ის შემთხვევაში კომპანიამ გადაწყვიტა გაევლო გაცვეთილი გზა და აიღო ყველაზე პოპულარული მობილურის ოპერაციული სისტემა, ყველაზე პოპულარული პლანშეტი. გაერთიანა ისინი და მიიღო ახალი პროდუქტი. გარეგნულად N1 რთულია განასხვავო iPad mini-სგან. გამართულ მდგომარეობაში მხოლოდ ფირმული Apple ღილაკი თუ გასცემს პროდუქტს, თუმცა N1 უფრო თხელია ვიდრე iPad mini. პირველი სისქე შეადგენს 6.9 მმ-ს. ხოლო შიგნით ისინი ძალიან განსხვავდებიან. N1-ში ჩააშენეს 7.9 ლამინირებული IPS დისპლეი გარჩევადობით 2048x1526 პიქსელზე. ასევე 4-ბირთვიანი 64 ბიტიანი Intel Atom Z3580, რომელიც მუშაობს 2.3 GHz სიხშირეზე, 2 GB ოპერატიული, 32 GB ფიზიკურ მეხსიერებაზე. უფრო დეტალური მონაცემები ჯერჯერობით არ მოიპოვება. გარდა ამისა, N1 იმუშავებს Android 5.0 Lollipop-ის მმართველობით. პრეზენტაციაზე ნათქვამი იყო, რომ წარმოებით დაკავდება Nokia-ს პარტნიორი ჩინური კომპანია Foxconn. ხოლო ჩინეთში პროდუქტი შევა 19 თებერვალს $259 ღირებულებით. ჯერ რთულია იმის თქმა გამოუვა თუ არა Nokia-ს შემოვარდნა პლანშეტური კომპიუტერების ბაზარზე, რომელიც მჭიდროდ არის დასახლებული და მასზე შესვლა საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. მიუხედავად ლეგენდარული ბრენდისა, ამჟამად Nokia საკმაოდ მყარად ასოცირდება Lumia-ს ხაზთან და Microsoft-ის პროგრამასთან. ყოველ შემთხვევაში, პლანშეტი გამოვიდა როგორც მინიმუმ საინტერესო, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის Nokia და ეს არის პირველი მოწყობილობა, რომელსაც გაჩნია USB Type-C ველოდებით Nokia N1-ის ტესტს. რით უსწრებს IBM-ის გამოგონება დანარჩენ მსოფლიოს და რამდენად შეუძლია მას ჩვენს ჯანმრთელობაზე პოზიტიური ზემოქმედება. ამას მალე გავიგებთ. კომპანია IBM-ს სურს თავისი სუპერკომპიუტერ Watson-ის ადაპტირება გააკეთოს ადამიანების ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის, მათი გენების ანალიზის გზით. მცირე კომპანია სტარტაპი Pathway Genomics გაერთიანებით IBM-თან აწარმოებს ახალი მობილური აპლიკაციის შემუშავებას თქვენი დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის კონტროლისთვის, რომელიც ადამიანის გენომის შესახებ მიღებული დამუშავებული მონაცემების საფუძველზე წარმოადგენს სხვადასხვა პერსონალურ სამედიცინო რეკომენდაციებს. აპლიკაციას ეწოდება Pathway Panorama. ცალკე აღებული ადამიანის გენების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია გადაეცემა კომპანია IBM-ის ხელოვნურ ინტელექტ სუპერკომპიუტერ Watson-ს, რომელსაც DNS-ის ანალიზის საფუძველზე გამოყავს სხვადასხვა რჩევები იმის შესახებ, თუ რა ჯობს მიითვას ადამიანმა, რამდენად ინტენსიურად დაიტვირთოს ფიზიკურად თავი და როდის მიიღოს სწავლები. რა თქმა უნდა, აპლიკაცია მთლიანად ვერ შეცვლის ექიმს, მაგრამ ის ნამდვილად შეძლებს გახდეს სასარგებლო ხელსაწყო ჯანმრთელობის ყოველდღიური კონტროლისთვის. კომპანია Pathway Genomics-ის სამედიცინო თანამშრომელ Mike Novam საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ აპლიკაცია ხელმისაწვდომი გახდება 2015 წლის შუა რიცხვებში. შეგახსენებთ, რომ კომპანია IBM-მა სუპერკომპიუტერ Watson-ის ხელოვნური ინტელექტი ხელმისაწვდომის საჯაროდ გახადა. დაწყებული 2014 წლიდან პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებლები შეძლებენ შექმნან ჭკვიანი ონლაინ სერვისები და აპლიკაციები. წერს გაზეთი Financial Times. 2 თვით ადრე მეცნიერებმა პირველად გახადეს ხელმისაწვდომი კვანტური კომპიუტერი. პირველად Watson-ი წარდგა საზოგადოების წინაშე 2 წლის წინ სატელევიზიო თამაშ Victorina Jeopardy-ის ერთ-ერთი მონაწილის სახით.
სუპერკომპიუტერის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დაგვანახოს, მანქანებს შეუძლიათ აღიქვან ადამიანების ენა და მათთან ურთიერთქმედება უფრო მაღალ დონეზე. თუმცა, ადამიანის ბუნებრივი მეტყველების დამუშავება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულად შესასრულებელ ამოცანად კომპიუტერებისთვის. მას შემდეგ, ვატსონი ხშირად გამოიყენება სამედიცინო ექსპერიმენტებში. ჩვენ ხსნით ახალ ერას ანალიტიკურ და კოგნიტურ გამოთვლებში. ამ მხრივ ვატსონი მთელ მსოფლიოს უსწრებს, განაცხადა საინვესტიციო ფონდ Hammer Wind Blood-ის მმართველმა მარკ ჰორენბერგმა. კომპანია Samsung-ი ვირტუალური გამოსახულების რეალურობაში დარწმუნება შეეცდება და როგორ განახორციელებს იგი ამას რამდენიმე წამში გავიგებთ. კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ინიციატივა Project Beyond სპეციალიზირებული კამერას სტერეოსკოპული გადაღებისთვის. შემქმნელი უწოდებს პროდუქტს პირველ ჭეშმარიტ 3D კამერას 360 გრადუსით. მოწყობილობა შესრულებულია მრგვალი ფორმის კორპუსში, რომლის გვერდითა ნაწილში განთავსებულია 8 ცალი დაწყვილებული კამერის მოდული. შედეგად სულ მუშაობს 16 კამერა. ყოველი მათგანი იწერს ვიდეოს Full HD ხარისხში. პლუს ერთი დამატებითი კამერა, რომელიც იყურება ზემოთ. Project Beyond-ის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ სისტემა იყენებს სტერეოსკოპული გადაღების სპეციალურ ალგორითმებს და სამგანზომილებიანი განლაგების ტექნიკას. შედეგად მიღებული გამოსახულება მიახლოებულია ადამიანის მხედველობის აპარატის მიერ აღქმულთან. ახალი კამერა განკუთვნილია კონტენტის შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელია ნახოს ადამიანმა სპეციალური ვირტუალური რეალობის სათვალის მეშვეობით. საუბარია მოწყობილობა GR-VR ჩაფხუტზე, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც დისპლეი ტაბლეტ Galaxy Note 4-ისთვის. Samsung-ის ჩანაფიქრით, მასალა, რომელიც გადაღებულია Project Beyond კამერით, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ჩაიძიროს მაღალი გარჩევადობის 3D სამყაროში და მოინახულოს ადგილები, სადაც ის არასოდეს ყოფილა. სხვათა შორის შემქმნელები ხაზს უსვამენ იმას, რომ შეჯერობით Project Beyond არათუ სრულად გამზადებული პროდუქტია, არამედ განვითარებადი კონცეფცია. ამიტომ მოწყობილობის შეძენა ჯერჯერობით შეუძლებელია. გეიმერების სიახლეების გარეშე დატოვება ჩვენი ძვირფასი მაყურებლის თვალში უპატიებელ ქმედებად აღიქმება. ამიტომ ჩვენ არ ტოვებთ მნიშვნელოვან ამბებს სათამაშო სამყაროდან. ნოემბერს Ubisoft Montreal-ისგან შედგა Far Cry 4 შუთერის რელიზი. თამაშის ყიდვა შესაძლებელია როგორც საცალოდ, ისე ციფრული სახით PC, PlayStation 3, Xbox 360, PlayStation 4 და Xbox One-ის პლატფორმაზე. პრესამ უკვე შეძლო შეეფასებინათ Far Cry-ის მეოთხე ნაწილი და დაუწერა საკმაოდ მაღალი შეფასება. ამ დროისთვის ვებგვერდ Metacritic-ზე საშუალო ქულა შეადგენს 100-დან 86. კრიტიკოსთან უმრავლესობა შეჯერდა ერთ აზრზე, რომ Far Cry 4 საფუძველი დარჩა იგივე, რაც Far Cry 3-ში, თუმცა ის გაამრავალფეროვნეს ახალი შესაძლებლობებით და ანტურაჟით. GTA 5-ის განახლებული ვერსიისგან განსხვავებით, ჟურნალისტები არ ჩქარობენ თამაშის შედევრად აღიარონ. კომპანია Nvidia-მ განაცხადა, რომ Far Cry 4-ს არ ექნება თმებისა და ბეწვის Hairworks-ის ვიზუალიზირების სისტემის მხარდაჭერა, რის დამატებასაც გვპირდებიან უახლოეს განახლებაში. შეგახსენებთ, რომ შუთერის PC ვერსიას გააჩნია Nvidia-ს პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ამოქმედებული Assassin's Creed Unity-სა და The Crew-ში Nvidia დაგვპირდა სერტიფიცირებული დრაივერის ახალი ვერსიის გამოშვებას, რომელიც საჭიროა თამაშის რელიზისთვის. ელექტროველოსიპედი საკმაოდ ძვირი სიამოვნება. მით უმეტეს მაშინ, თუ უკვე გაქვთ ხარისხიანი და გამოცდილი მექანიკური ველო. როგორც ირკვევა, ელექტროველოსიპედის უპირატესობებით დატკბობისთვის სულაც არ არის საუცლებელი ძველთან განშორება. გაყიდვაში შემოვიდა სპეციალური კომპლექტი Ruby 2 და 0, რისი მეშვეობითაც ნებისმიერი ველოსიპედი შესაძლებელია გახდეს ელექტრო. Ruby 2 და 0 წარმოადგენს კვების ბლოკს, რომელიც მაგრდება ველოსიპედის დასაჯდომსა და უკანა ბორბალს შორის მილზე. ჩაშენებული ელექტროძრავი ატრიალებს სპეციალურ გორგოლაჭს, რომელიც ეხება საბურავს. შედეგად ველოსიპედი იღებს საგრძნობ სიმძლავრეს და შესაძლებელი ხდება დიდი ძალისხმევის გარეშე სიარული, მაგალითად, აღმართზე ან უხეშ რელიეფზე. Ruby 2 და 0-ში ჩაშენებულია 250 ვატიანი ძრავი და აკუმულატორი მოცულობით 280 ვატი საათში. სრული დატანისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 3 საათი. სამაგრი შესაძლებელს ხდის მოდულის დაყენებას და მოხსნას წამებში, ხოლო Ruby 2 და 0 ზედა ნაწილში არსებული სახელური ამარტივებს მის ტრანსპორტირებას. მოწყობილობას კომპლექტში მოყვება სენსორი,
Pedal Assist Sensor, რომელიც ანალიზებს პედლის ბრუნვის სიხშირეს. ჩაშენებული კონტროლერი თვალს ადევნებს ელექტროძრავის მუშაობას. მიღებული მონაცემები აძლევს საშუალებას გათვალოს ველოსიპედის სიჩქარე და მოახდინოს მმართველი გორგოლაჭის ბრუნვის სიხშირის ოპტიმიზირება კომფორტული სიარულისთვის. Ruby 2.0 შესაძლებელს ხდის იაროს 25 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით, რაზეც აკუმულატორი ეყოფა მაქსიმუმ 40 კმ-ზე. მოწყობილობა იწონის 6.9 კილოგრამს. Ruby 2.0-ის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მისი მაღალი ფასი, რაც შეადგენს $1200 ამერიკულ დოლარს. იაპონური კომპანიის გამოგონებამ შეიძლება მოგცეს საშუალება უარი ვთქვათ საწვავზე, რომელიც ერთნაირად აზარალებს როგორც ჯიბეს, ასევე გარემოს. ნახოთ, რამდენად გამოვად ეს სიკეთე Toyota-ს. კომპანია Toyota-მ გავრცელა ახალი ინფორმაცია თავის პირველ წყალბადის ავტომობილზე. საუბარია სედანის ტიპის მოდელ Mirai-ზე. იაპონურმა მწარმოებელმა არაერთხელ აჩვენა აღნიშნული ავტომობილი და ისაუბრა მის უპირატესობაზე, ჩვეულებრივ შიდაწვის ძრავებთან და ჰიბრიდ სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით. ეს არის მავნე გაზების ნულოვანი გამონაბოლქვი ატმოსფეროში და სწრაფი გამართვა, რამდენიმე წუთი და არა საათი, როგორც სრულად ელექტროავტომობილებზე. ცნობილია, რომ Mirai სავსე ავზით შეძლებს 485 კმ-ის გავლას. შედარებისთვის ელექტრომობილი Tesla 100 კმ/სთ სიჩქარით და სრული დატენვით შეძლებს 460 კმ-ის დაფარვას. რა თქმა უნდა, რეალურ პირობებში ეს მონაცემები გაცილებით ნაკლებია. ამერიკულ ბაზარზე გაყიდვაში Toyota Mirai შევა 2016 წელს. ღირებულება შეადგენს დაახლოებით $70,000. პრინციპში ეს შეედრება ელექტრომობილ Tesla-ს ღირებულებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წყალბად გასამართი სადგურები ჯერ ჩანასახის სტადიაშია. ხოლო Tesla-ს ელექტროავტომობილებისთვის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს 124 დამტენი სადგური, ევროპაში 82, ჩინეთში 23. თუ როგორ გეგმავს Toyota წყალბად გასამართი სადგურების ქსელის განვითარებას, ჯერჯერობით გაურკვეველია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენება საზღვარი თითქმის არ აქვს. ამჯერად მისით გარემოს დამცველები ისარგებლებენ. გარემოს დაცვის მომხრეები ჯგუფებმა შეიმუშავეს დაკვირვების ახალი სისტემა, რომელიც ხელს უწყობს პლანეტაზე არალეგალური თევზჭერის აღმოჩენას. Global Fishing Watch სისტემის პროტოტიპი შექმნილი უპირატესად ჯგუფი Ocean-ის მიერ, Google ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, წარმოდგენილ იქნა სიდნეიში World Parks კონგრესზე. Sky Truth-ის მიერ Space Quest თანამგზავრის მონაცემების და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შექმნილ სისტემას გამოაქვს რუკაზე 25,000-ზე მეტი თევზსაჭერი გემების აქტივობა 2012-2013 წლებში. რამდენიმე გემი დარეგისტრირებული იყო როგორც კომერციული თევზსაჭერი გემი, დანარჩენი კი როგორც არაკომერციული. ასეთი აქტივობა ჩნდება რუკაზე წითელ და ნარინჯისფერ წერტილებად. იდეა თევზჭერის მონიტორინგის მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით. ამჟამად თევზის მარაგი თანდათანობით ილევა, რაც უქმნის საფრთხეს ეკონომიკასა და გარემოს. Ocean-ის ანგარიშის თანახმად, არალეგალური თევზჭერა აყენებს ყოველწლიურად 10-დან 30 მილიარდამდე დოლარის ოდენობის ზარალს. ამჟამად Fishing Watch ასახავს გემების აქტიურობას მხოლოდ გასული 2 წლის მანძილზე, მაგრამ Ocean-ის მიზანია თანდათანობით ჩართოს შედარებით ახალი მონაცემები, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლონ სწრაფი რეაგირება და ზომების მიღება. გეგმაში შეიქმნას მომსახურების საჯარო ვერსია, რომელიც შეძლებს მონაცემების გამოსახვას რეალურ დროში. Ocean იყენებს სისტემას იმ გემების მონიტორინგისთვის, რომლებიც უკვე იყვნენ შენიშნული არალეგალურ თევზჭერაში, მაგრამ ჯერ არ შეიძლება არჩევა გემის, რომელსაც არ გაუვლია რეგისტრაცია AIS სისტემაში. მაგრამ დრო და დრო Global Fishing Watch შეძლებს დახმარების გაწევას თევზჭერის კანონმდებლობის დაცვაში. გადაცემაში გიამბეთ ახალი მუსიკალური ინსტრუმენტის და ახალი ველოსიპედის შესახებ. ახლა დადგათ, რომ გიამბოთ ახალ ჩემოდანზე. როგორ შეიძლება ახლიდან გამოიგონო ჩემოდანი საკუთარი ნივთების გადასაზიდად? როგორც გაირკვა ადამიანისთვის ისეთი მიღებული საგნისაგან, როგორიცაა ჩემოდანი, შესაძლებელია გაკეთდეს სრულიად ახალი, მეტად უფრო ტექნოლოგიური და უფრო მომხერხებული მგზავრობისას. The Blue Smarts ამაყად შეიძლება დაერქვას ყველაზე ტექნოლოგიური ჩემოდანი, რადგან მასში დამალულია ისეთი შესაძლებლობები, რაც აქამდე აზრადაც არ მოხსვლია. დავიწყოთ მისი სანავიგაციო ფუნქციით. რამდენად ხშირად კარგავენ ავიაკომპანიები ჩვენს ბარგს. ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან ხშირად დგება ამ პრობლემის წინაშე. ამჯერად თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, სად არის თქვენი ჩემოდანი. ეს იმის დახმარებით, რომ მასში ჩაშენებულია GPS სისტემა, რომელიც სინქრონირებულია თქვენ smartphone-თან. ჩემოდანს გააჩნია იონური აკუმულატორი, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დატენოთ თქვენი მობილური гаджеტები. მოცემული აკუმულატორით იკვებება დანარჩენი ელექტრონიკა, რომლითაც აღჭურვილია The Blue Smart.
ჩემოდანს გააჩნია ქურდობის საწინააღმდეგო ფუნქცია. როდესაც ეს ფუნქცია აქტივირებულია, თქვენი smartphone-ი თვალსადევნებს მანძილს თქვენსა და ჩემოდანის შორის. თუ მოხდა ისე, რომ თქვენ ვერ მიაქციეთ ყურადღება ჩემოდანს, რომლის წაღებასაც ვიღაც ცდილობს. smartphone-ი დროზე გაცნობებთ ამის შესახებ. The Blue Smart აღჭურვილია ელექტრონული საკეტებით, რაც ბოროტმოქმედისთვის ხდის თქვენს ნივთებს დაცულს და მისი გახსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თქვენი smartphone-იდან. ჩემოდნის კიდევ ერთი ჭკვიანი ფუნქცია. ეს არის ჩაშენებული სასტორი. ეს ფუნქცია გამოადგება ნებისმიერ მოგზაურს, ვისაც უყვარს ბევრი სუვენირის წამოღება ეგზოტიკური ქვეყნებიდან სამახსოვროდ. რადგან ბარგის წონა მკაცრად შეზღუდულია და საჭიროა ზუსტად იცოდეთ, თუ როდის უნდა შეჩერდეთ და აღარ შეავსოთ ჩემოდანი სხვადასხვა სუვენირებითა და ტკბილეულობებით. ჩემოდანი რეაგირებს ყველაფერზე, რაც მის ირგვლივ ხდება მისი ტრანსპორტირების დროს. თუნდაც თუ მტვირთავები მას ძლიერად დაანერცხებენ, ის ამას დაარეგისტრირებს და დაიმახსოვრებს, რომ შემდგომ თქვენ შეძლოთ სატრანსპორტო კომპანიისთვის დამტკიცება, თუ დაზიანდა ან გაფუჭდა თქვენი ნივთი ტრანსპორტირების დროს. თავდაპირველად შემქმნელებს სურდათ შეეგროვებინათ $50,000 crowdfunding პორტალ Indiegogo-ზე, მაგრამ მათთა გასაკვირად პროექტმა შეაგროვა $1 მილიონი. 4500-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ იდეას, ასე რომ ასეთი ტიპის ჩემოდანს მომავალში დიდი წარმატება ელის. The Blue Smart ჩემოდნის ღირებულება შეადგენს $235-დან $330-მდე. თქვენი სახელით დატანებული პერსონალური ვერსიისთვის. ჩემოდნების პირველი პარტია დამკვეთებს გაეგზავნებათ 2015 წლის აგვისტოში. დამშვიდობების დროის მოახლოვება პარალელურად ნიშნავს ჩვენთვის ახალი ეპიზოდის სამზადისის დასაწყისს, რომ მომავალი შეხვედრა იყოს უფრო საინტერესო. ზუსტად ერთ კვირაში ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.